ჩვენი შემდეგი სტუმარია ჯგუფი ბანი. შემოძმებო და მეგობრებო, მადლობა მობრძანებისთვის და გილოცავ ჩობა ახალწელს. თქვენს გილოცავთ, ყველას ულოცავთ ჩობა ახალწელს. რომელ რეგიონში ჩადიხართ თქვენ ყველგან როგორც ესეთი აი წელგამართულები ჩადიხართ. ჯერთ იმიტომ რომ ძალიან უყვარს ჩვენ ხალხს და არა მარტო საქართველოში, მაგრამ საქართველოში განსაკუთრებით თქვენი შემოქმედება და თანაც თითქმის ყველა რეგიონზე გაქვთ სიმღერა დაწერილი, მაგრამ ახლა ჩემი დედულეთის მხრიდან მინდა გავაჟღერო ამ ახალ წელს ერთი, ასე ვთქვათ, კითხვა რომ გურიაძე როის მეისლი და როის დაწერთ გურიაძე სიმღერა. გელაგი პასუხობთ. გურია, შემდეგი სიმღერა იქნება გურია. დაწერილი. გელაგისროლა. არიქა, ესე იგი გურია გავაშანშალეთ. გურული ტემპით გვაძალებს. ჩავწერთ მალე. ლაგოდეხის კონცერტის ფრაგმენტი ვნახე სოციალურ ქსელში. როგორც ასი თქვენ სიმღერებს ისე იმეორებს ხოლმე მაყურებელი ზეპირად იციან და იქვე ცეკვავდნენ და მე კომენტარი შემხვდა ერთი ძალიან საინტერესო და საყვარელი კომენტარი. თქვენ ცნობილ აჭარულზე იყო მინაწერი. ჰოი ნანინა ნანა, ოჰოი ნანინა ნანა, ანუ კომენტარი დაყვაკაცეს. აგულიანი და ასეთი კომენტარი წამოყვა. რაც საიღრა ახრი რომელი რეგიონი და კუთხეა დაწინაურებული, რასაც ქვია, აი აყოლა და თქვენი ესეთი აქტიური ხარდაჭერა. კახეთში არის კი, მაგრამ ყველგან. ეს სიმღერა სადაც ისმის ყველა ყვება და ის ცნობილი სიმღერები რაც გვაქვს ყველგან ყვებიან. ეს რამოდენიმე წელია დაიწყო ეგეთი რაღაცები. ადრე არ იყო ხოლმე ცოტა უფრო ისე იყვნენ. ეხლა ყველა მღერის, ყველა ერიდებოდა. ხო, თითქოს არ ვიცი რატო, მაგრამ ეხლა ძალიან ის არის. ერთულებოდა. ერთობა ეხლა ხალხი თან თვითონ მღერის და ძალიან კარგია ჩვენთვისაც და რომ მოდიხარ, კარგია შენც რომ მღერი ხარ ჩემი აზრით. რა თქმა უნდა, გარდა ამისა თქვენ გასვლები ქონდა და გაქვთ აქტიური, ვიცი რომ დაგეგმილი გაქვთ ასევე ყირგიზეთში ვიცი რომ ქონდათ გასვლა ერთი კონკურსი, ფესტივალი იყო რომელიც თან კონკურსი იყო თქვენ კი არ იღებდით მონაწილეობას, იმიტომ რომ ესე თქვენს რომ ჩვენო ფალავნებს ვეჭიდავთ და არა გოლიათებსო და ამიტომ თქვენ როგორც ვთქვათ პატივსაცემი სტუმრები იყავით ჩასულები, მაგრამ იქ ამირა რა მოხდა იცით თვალში გაცისკრონებული თვალები თქვენი გულშემატკივრების, იქაური მსმენელების, მაგრამ ყველაზე უფრო გაცისკრონებული სახე ქონდა ბესომეტრებელს. იმიტომ რომ იჯდა ერთ-ერთი იურტაში ვნახე ფოტო და ხანის ტახტზე. ხოდა სუმიდო და მეკითხა, მე ვეღარ გნახეთ რომ ეს სამუზეუმო იურტა იყო თუ ისე მოეწონათ რომ რომელიმე ხანმა დაგვადიდა თავის მაკურთხეს. როგორი მაგაზეც პატარა ისტორია იყო რა. მაგაზეც პატარა ისტორია იყო. ეხლა უფროსი კაცი გავიცანთ, რომელიც იყო ყოფილი კულტურის მინისტრი რა. მე მეუბნება რომ შენდო წარმოშობით საიდან ხარ და ქართველი ვარ მეთქი და არა კუთხეო საქართველოში რა და რაჭველი ვარ მეთქი და არა შენზე თვალები გაქვს ჩვენი მხრივ. აქ სირია ქედარანი რა. ხოდა მე უკიცებ არა და მოკლედ და ვისპორეცან და მე რაც ეს სურათი სადაც ეს ზივარ ხანათ რომ ზივარ ჩააცვა ფორმა ზუსტად მაგის ის იყო ეგ დავალებით რომ ჩაამაცეს ეს და დაჯდა რომ გადავიღო და ხო გეუნები ჩვენი. მოდი გადავიდეთ დღევანდელი დღის მთავარ მუსიკალურ სათქმელზე. დღეს გვექნება ახალი სიმღერა, ანუ პრემიერა გვაქვს სიმღერისა და ზანეთ შემოამინა ამ ყველაფრის თაობაზე. კი ბატონო, პირველ რიგში ისევ და ისევ მოხარული ვარ აქ ვარ და აქ გამოვიტანე ჩვენ შევხვდით წინა ჩაწერაზე რომ აუცილებლად თქვენთან მოვიდო და ეს თქვენ შევკვირდით, ჩვენ შევასრულეთ ჩვენი სხვა, თქვენ შეასრულეთ და აქ ვართ. ისევ და ისევ მოგილოცავთ ყველას შობას, ახალ წელს და ყოველი წელი რომ ერთმანეთს არ გავდეს და აი ამას გისურვებ. იცით რა მინდა რომ ჩვენში, ჩვენს ხალხს და ჩვენს ერში სიყვარული დამკვიდრებული იყოს და ამაში გავერთიანებული იყავით. დანარჩენი მე სიმღერასაც ფასი ექნება, ჭამასაც, მასაც, საქმესაც. რაც შეეხება ჩვენს სიმღერას. სულ ცოტა დროს მოვიპარავ და ვიტყვი, არ მინდა უბრალოდ რომ თან ახალი წელია, ისე დღებია რომ ვინმეს რამე წავართვა და გამოჩეს. პირველ რიგში ყველას მადლობას გადავუხდი, სულ ყველას ვინც ჩვენ გვეხმარება თუნდაც თავის ერთი სიტყვით, ყველაფრით, აი ყველას მინდა მადლობა გადავუხადო. და მინდა რომ ვინც შორს გვყავს, ყველაზე გულითადი და მაგარი მსმენელი, ემიგრანტები. აი რაულის დედიკოცი ხარის და წარმოიდგინეთ, ეხლა რა ძნელია ხარ უცხო ქვეყანაში და აქ უყურებ ამ ყველაფერს, რომ შენს გარეშე ხდება რა, რომ რა თქმა უნდა. აგერ ბიჭია მისი და რამდენს ყავს ხო ემიგრანტი.
ესოს დაყავს და რამდენს ყველას საძმაკაცო სამეგობრო და ყველას მიულოცავ და ყველას ვუძღვნი ამ სიმღერას. არ აქვს მნიშვნელობა თიულია, მთიელია, რომელი კუთხიდან არის, ყველას მიულოცავ და ყველას მივუძღვნი ამ სიმღერას მთელი გული და სული. ერთების სული და გულით ასევე აი ამ მილოცვაში. ბატონო. ახლა რაც შეეხება თვითონ სიმღერას, რომ ეს სიმღერა ბიჭებზე გათვლილი არ იყო. მინდა რომ სიმართლე თქვა. არგმა დავჭით რომ კავე მიარჩევს რა. ორი კარგი ადამიანი შემეხმიანა. ბექა გაბუნია, რომელსაც ბიჭები იცნობენ და მითხრა მთხოვა რომ არის ესეთი ადამიანი, ვისაც უნდა რომ იმღეროს შენ ტექსტზე სიმღერა და მთხოვა რომ დაამეწერა და სადაც ერთი კვირა მომცავა და ასე თქვა და მე საერთოდ ეგრე არ ვწეხ ერთი კვირა კი არა, არ ვიცი მაგას რა დრო დაჭედება როგორ და თან მითხრა რომ აი ლეთა უნდა იყოს აუცილებლად რომ ლეთა დანარია უნდა იქნებ რაღაცნაირად თუ ეს ჰიმნივით რო იყოსო და ხა ჰიმს ხო ვერ გავაკეთებდი მართლაც და აუწერე ტექსტი რა თქმა უნდა ლეთა ვერ წარმომიდგენია ლომისას გარეშე ეგ ხო წარმოუდგენელია და არაგველების და ასე შემდეგ და დაიწერა და არ ვიცი რაღაც მოხდა შემდგომ და არ გაჟღერდა, არ წავიდა ისე როგორც მან წასულიყო მათი საქმე და მაგრამ მადლობას გადავხდი იმათაც, იმიტომ რომ ეს რომ დაიწერა, ისინი რომ არ დაიწერებოდა და თან რომ უკან გამოვითხოვე შემდეგ ვთხოვე რომ რახან არ მოხერხდა ამ სიმღერის ჩაწერა, მაშინ მე ჩემს ბიჭებს მიუტანა ამ სიმღერას და სხვა რა თქმა უნდა გადავაკეთე იქ რაღაცები მოხდა ცვლილებები და მოვიდა აქამდე და ნახოთ დანარჩენს მე ბიჭების გვეტყვიან ნიკოლაძე ჩვენი ნიკოლაძე ვიზეს ვისაუბრებთ აუცილებლად მუსიკის ავტორი. დღეს არ არის ჩვენ. შევაწუხე რომ მეთქი შენ გააქვს რაღაც მელოდიები, მქონდა ადრე მოსმელი, რომ მქონდა და რომელიღაცა მეთქი ავიღოთ აბა ერთ-ერთი და რა თქმა უნდა ისიც სხვა რამე იყო და მე ჩართულობით ერთად ისე როგორც ხდება ხოლმე. შემთხვევით მოხდა. ხო, შემთხვევით ასე ვთქვა და მელოდია წამოვიდა აქედან, ნიკოლაძე მომაწოდა ასე ვთქვა და მე ბიჭები რა თქმა უნდა როგორც ხდება ყოველთვის, ყველა ვიყავით ჩართული და ქაოსურად ასე და მივიღეთ ის, რასაც მოვისმენთ აუცილებლად და ეძღვნება ყველას მთიულებს, მთიელებს და სრულიად საქართველოს და ფარავდეს ლომისა ყველას და ამინ, ამინ, გაიხარეთ. მე განსაკუთრებული ენთუზიაზმით გიერთებ თქვას, როგორც შემოქმედებითი გაერთიანება ლომისის ხელმძღვანელი, ანუ ფარავდეს ლომისას მართლი რა თქმა უნდა. მოდი მუსიკაზე გავამახვილოთ კიდევ ყურადღება, სამწუხაროდ გოგა ვერ არის ობიექტური მიზეზების გამო და აქედან ოვიკითხოთ და მიულოცოთ. ოვიკითხავ. მალე გამოჯამთელება უსურვოთ. როგორ მიდიოდა მუსიკის მომზადება? ყველაზე მთავარი ის იყო ამ პროცესში, რომ აი რაღაცნაირად რა სხვა კი ხა ამდენ მუსიკას ვაკეთებთ რაღაც, მაგრამ რაღაცნაირად მადლი მოქონდა რა მუსიკას რა, იმიტომ რომ რაღაც, იმიტომ რომ ლომისა ის სიტყვები და ძალიან დიდი მადლი და თან ვილოცებოდით რა თქმა უნდა, ხო და რაღაც სხვანაირი მადლით შეიკრა ეს მუსიკა და ძალიან გვიხარია. აი გულწრფელად გეტყვით რომ დიდი ხანია მე აი ესე არ მომხვედრია გულში თქვენ შესრულებულ სიმღერა მე იცით რომ ყველა ძალიან მომწონს, ყველას თავისი ფერი აქვს, მაგრამ ამას ის მუხტი აქვს, რომლითაც დაიწყო ბარმა თავისი პირველი ნაბიჯების გადადგმა და დაეჩედგეს დღეს პრემიერა აი ამ შვენიერი სიმღერისა. აბა გთხოვთ. ომისას ჩაჭვი კიდია არავინ იცის ვისია ისეთ მამა შაირტყა Tarebisa girsia
ჭამში შაქრობას რომ გვიქადისაე ერებმა სარებს შემოკრეს ლოცულობს მთელი ერია დიდება ღმერთს ამაღალსამ თანით სამასამხერია რადგან წინდა მომისა ზემოდა ქვემოთ ეთქისა არაღმერების პარველო სიმტკიცემ თიულეთქისა არაღმერების პარველო სიმტკიცემ თიულეთქისა დიდი მადლობა სტუმრობისთვის ჩვენს დიდ მეგობარს უნიწერეს ჯგუფს ბანი